Kalbatonembo და ბატონებო, მოგესალმებით ყველაზე სამხედრო გადაცემიდან ქართულ ინტერნეტ სივრცეში, სადაც Kalbatonembo და ბატონებო, მოგესალმებით ქართულ ინტერნეტ სივრცეში ყველაზე სამხედრო გადაცემიდან, სადაც გაწვით ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო მოვლენებს ჩვენ სამეზობლოში. და მე მინდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე მოგაწოდოთ და უკვე ამითი ფაქტია, რომ ომი მიდის დასასრულამდე, როგორც იქნა უკრაინელები დგამენ უკვე ისეთ კრიტიკულ ნაბიჯებს, რომ რუსეთი ბოლომდე შეავიწროვონ და აიძულონ უკან დახევა. უკრაინამ რუსული ანიმაციური სერიალის მაშა და დათვის შემქმნელებსა და საავტორო უფლებების მფლობელებს სანქციები დაუწესა. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ რაო, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ. პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით სტუდია ანიმაკორდის ხელმძღვანელებს, რეჟისორსა და პროდიუსერებს უკრაინაში შესვლა ეკრძალებათ. მათ ასევე ეზღუდებათ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელება. ეს ნამდვილად არ არის სახუმარო საქმე. უკრაინაში მაშაი მედვეძის შემქმნელები ფეხს ვერ დადგამენ. ვერავინ იტყვით, რომ მაშაი მედვედის დასანქცირება არაფერს ნიშნავსო. თქვენ ეგრე იმასაც იძახდით, რომ იმედის დასანქცირება არაფერს ნიშნავსო. ხო დაიხურა იმედი, ჰა? სადღა არის იმედი? აღარ არის იმედი. მაშა და მედვედიც ესე გაქრება. მეცაც გეტყვით. მეც მოვითხოვ საერთოდ ბატონ ვოლოდიმირს ვეუბნები, რომ ჟირაფი ჟოზე დავასანქციროთ. მესმის, რომ ეს ერთიანად ვერ მოხდება ყველა ამ სერიოზული საკითხის გადაწყვეტა, თუმცა ჯერ მაშაი მედვედი. 1-2 წელი ვიომოთ კიდევ ბატონო ვოლოდიმირ და აი 2 წლის თავზე ჟირაფი ჟოზეს ვხიოთ ძმაო. მერე კიდევ 1-2 წელი ვიომოთ ჩაიხოცოს ხალხი და მერე ბავშვები 402 ოთახიდან და აი ესე მივალთ გამარჯვებამდე. Ой, მე ღმერთო, რა მაშაი მედვედზე, ბიჭო, ჯანმრთელად ხართ. აი, ამას გაჩვენებთ რა. უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი უახლოესი მრჩეველი ანდრეი იერმაკი დაკავებულია ფულის გათეთრებისა და მასშტაბური კორუფციული სქემების ბრალდებით. ანუ, უკრაინის კორუფცია საერთოდ წარმოდგენილი გააქვთ, რომ ფულის გადახდა შეგიძლია და თავს აღწევ იქ ფრონტზე წასვლისგან და სიკვდილისგან. დედას გეფიცებით თუ არ ვიცოდე, რომ ეგრეა. იმას კი არ ვიძახი, რომ რუსეთია კარგი, მაგრამ იმას მაინც ხომ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ფულს აკეთებენ რა. და აქ ხალხი აკომენტარებს, აუ, საღოლო, მაშაი მედვედზი დაასანქცირეს, ხო? ნეტა ორივე დაასანქცირეს, თუ ჯერ მხოლოდ მაშა და ეხა მედვედზის სანქცირებაზე გადარეკეს იგი ჯო ვილსონთან, რო? Sir Joe, yes. Could you sanction the Medveds also? Oh, Medveds, it's a hard subject. I can sanction Masha, but Medveds, oh, Medveds. Რას ვაკეთებ? ანუ, წარმოიდგინეთ, რა ერთი ჩვეულებრივი ვიღაც სოფლელი უკრაინელი ბიჭი ხართ, 18-19 წლის, ჯერ ცხოვრებაში არაფერი გაქვთ ნანახი, ეხა იწყებთ სიცოცხლეს და ამ დროს წაგათრიეს ფრონტზე ეგრევე. და სანგარში ხართ, რა ვიცი, აი ისე მოხდა, რომ მარტო აღმოჩნდით სანგარში, რადიოც გაფუჭებული გაქვთ ყველაფერი და ნუ რაღაცნაირად ცოცხლობთ იქ ბალახებს ჭამთ, იქ მიწას ჭამთ, რაღაც სველი ტალახში ხართ ერთი 3 თვე, ანუ 4 წელი, რა ვიცი და ამ დროს მოდის თქვენი პიკაპი, სამხედრო პიკაპი. ახედეთ ესე ჩუმად, რომ ვინ არიანო და უკრაინის დროშა დაინახეთ და ზეს რაღაცა. კაი, ზეს არა, ზეს რუსულია. უკრაინულად არ ვიცი ზეს როგორაა, დავიკიდოთ. აქ ვარ, მოკლედ და მოდიან ისინი და შენ გიხარია რომ აბა მოვიგეთ ომი, მოვიგეთ და არა, მაშაი მედვედზი დავასანქცირეთ და მოტრიალდებიან და მიდიან ისე უკან. და შენ ეს გიხარია ფრონტაზე რო ხარ და ყოველწამს ელოდები სიკვდილს. მაშაი მედვედზი დავასანქცირეთ. კაი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე რა. ბიჭო, არ მინდა ეხა
ხალხს თავს დაესხნენ და მაგაძე ვიცი, მაგრამ მაგაძე არ ვიცინი კაცო, რა თქმა უნდა, უკრაინელ ხალხს გამარჯვებას უსურვებ, მაგრამ რას აკეთებენ ესენი და ბატონი პრეზიდენტი ზელენსკის ხელმოწერით მოადგილეს რომ მოეწერა რა. აი მე რომ მომეწერა რა. ბატონმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება რომ მაშაი მედვედზი უნდა აიკრძალოს რუსეთში, უკრაინაში. და რა აკრძალეს, რომ მაშაი მედვეძის რეჟისორები უკრაინაში ვერ შემოვიდა. აუ. всё. ბანანების რესპუბლიკად აქციეთ ტიპებმა ნაომარი მიწა და ეხლა კიდე მე უნდა დამიშვათ. მიშა ყველაფერზე გადაობა. კაი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. უფროსო, ახლოს ვართ გამარჯვებასთან. მითხარი რომ რუსეთს ყველა ატომური სადგური გაუნადგურეთ. არა, უფროსო, მაშა და მედვედზი დაუსანქცირეთ. всё რა, გვეყო. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. შემდეგი თემა მინდა დავიწყო ერთი ჩემი საკუთარი მოსაზრებით, რომ რამდენი ადამიანისგან გამიგია ცხოვრების მანძილზე წინადადება და სიტყვათა თანწყობა, რომ ნაციონალების დედა მაგათ ვინც გვერდზე დაუდგეს, მაგათი ხომ? თქვენს გაგიათ დარწმუნებული ვარ და ჩემთვის ცხოვრებაში ყოველთვის სხვადასხვა წრიდან მოდიოდა ხოლმე რა. ყველა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი იყო, მაგრამ თვითონ ნაცების მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილი თუ იტყოდა რომ ნაცების დედა მაგათ გვერდზე ვინც დაუდგეს, მაგათი დედა მაგას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა მიხარია რომ ვიცხოვრე ამდენი ხანი და მივედი მაგ შემთხვევამდეც. მე მინდა წაგიკითხოთ მიხეილ სააკაშვილის პოსტი. ნუ კარგი, მოდი ჯერ შესავალი გავაკეთოთ, სანამ ამ სტატუსს წაგიკითხავთ. შესავალი ის გვახლავს, რომ ნიკა გვარამია გამოვიდა, რომელიღაც ეთერში აქ ჩავსვამ და აიო, პაშინიანიო გენიოსი კაციაო რა. აი ესეო მშვიდადო წყნარათო გადასცაო ყარაბაღიო აზერბაიჯანს რა და ჩვენც უნდა დავუფიქრდეთო ეგეთ საქმეებზეო აფხაზეთთან მიმართებაშიო და ადამიანი არ მგონია მაგდა დებილი იყოს რომ არ ესმოდეს რომ იქ სომხეთს თვითონ ქონდა დაპყრობილი ყარაბაღი და დააბრუნა რომ კაიო გვეყო რა ხალხის ხოცვაო და გიბრუნებთო ამ ტერიტორიებსო და ჩვენთან რუსეთს აქვს დაპყრობილი აფხაზეთი და იგივე ვარიანტი რომ გამოვიდეს, მაშინ რუსეთი უნდა დაგუნებდეს და რუსეთმა უნდა გვითხრას რომ კარგი რა გვეყო ომი და აჰა თქვენ დაიბრუნეთ თქვენი ტერიტორია. მაგას ვერ ხვდება? რა თქმა უნდა ხვდება, უბრალოდ ეს რაღაც ტაქტიკური გათვლაა რა ხო და ამ თემაზე მიხეილ სააკაშვილმა დაუწერა გვარამიას პოსტი რომ შენო შიგ ხომ არ გაქვსო. ეს ჩემი სიტყვები არ არის ასე რომ ბატონო მთავრობა მე ნუ დამაჯარიმებთ, ეს გახლავთ მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, მე უბრალოდ პერიფრაზირებას ვაკეთებ რომ მიხეილ სააკაშვილმა უთხრა ნიკა გვარამიას შენო შიგ ხომ არა გაქვსო შვილო, რა ყარაბაღი და აფხაზეთს ერთმანეთს ადარებო, ვაფშე სხვა თემებიაო. შემდეგ ურჩი ბიჭი ნიკუტა შეეწინააღმდეგა მიხეილს. ნიკუტაზეც შეურაცხყოფა არ არის, იმიტომ რომ თვითონ ხო თქვა რომ მეო ნაცებიც ნიკუტას მეძახიანო. აი იმ დღეს ვსკროლავ TikTok-ს და მეთქი აი ნიკა გვარამიას შეჯიბრია რა, მაგაზეც ჩაგისვამთ აქ ვიდეოს რომ აი მესამე ადგილი, მეორე ადგილი და პირველ ადგილზე მეთქი ნიკუტა გაუშვით. სააკაშვილი წერს, რა ბინძური სალანძღავი სიტყვები არ ისროლეს ოპოზიციონერებმა ჩემი მისამართით ამ დღეებში. ოპოზიციონერები უწერია ბრჭყალებში, ანუ ამათი ოპოზიციონერობაც იმას ვქენიო რა. შემდეგ მხოლოდ იმის თქმამ სურს, რომ ამ კონკრეტულ მოღვაწეებთან ერთად ბრძოლაში წასვლა საშიშია, ვინაიდან ეს დამარცხების რეპეტიციაა. ადამიანი თვითონ გეუბნებათ, რომ აი ამ ნაცებთანო ვინც დადგებითო, ესე იგი დამარცხებულები ხართო რა. და ხალხი მაინც წავა, აი ხო ვარ დარწმუნებული, ხო ვიცი რომ არსებობს ეგეთი ადამიანი, რომ თვითონ სააკაშვილი გეუბნებათ, რომ ვინც ამათთან წახვალთო, დამარცხების რეპეტიციას გადიხართო რა, იმიტომ რომ დამარცხდებითო მერეო. და მეც იგივეს არ გეუბნებით, უბრალოდ მე გეუბნებით ჩვეულებრივ ენაზე, რადგან არ წამიკითხავს ახლა დოსტოევსკი, ორიგინალურ რუსულად დოსტოევსკი წაკითხავს,
არა, არ წამიკითხავს, არ მაქვს ეგეთი მრავალფეროვანი და ეგეთი მდიდარი ლექსიკონი სამწუხაროდ, მაგრამ აბსოლუტურად იგივეს გესაუბრებით, რომ ამათთან თუ წახვალთ, წაგებულები დარჩები და დამარცხებულები და ლუზერები. და გამოდიან ეხლა სააკაშვილი და ნიკუტა და ერთმანეთს ელაპარაკებიან, რომ ჰეი შენ, რაინდო მე შენ გესაუბრები პუშკინის ენაზე. შენ ხარ ძმები კარამაზოვებიდან ის ძმები კარამაზოვების მამა ხარ და რაღაც ეგეთები. არა, შვილო, არა. ორივე ნიკუტები ხართ. ორივე დამარცხებულები ხართ, ორივე წაგებულები ხართ. და ეხა უბრალოდ გვიდგამთ, დიდი მადლობა რომ ამ ცირკს გვიდგამთ რეალურად. რადგან ორივე წაგებულები ხართ. ორივე წააგებთ. აი კიდო ყველაზე სამწუხარო ის არის რომ ამას ხალხი განიცდის მართლა რომ არა ბატონო ნიკა გვარამია მე მაინც მოვალ არჩევნებზე და მე ხმას მოგცემთ და მოდი მე რა იქნება ვნახოთ ხმას რომ მისცემთ ნიკა გვარამიას აი ეს ვიდეოები გაიჩნდა წინა არჩევნებიდან აი აქ ნიკუტას უხსნიან მაგიდაზე არსებულ ინდივიდუალურ ნიკუტა ვინ მოუფიქრა ვაფშე მაგრამ ნუ მოკლედ თვითონ აქვს კაც ნათქვამი რომ ყველა ნიკუტას მეძახისო კაცო ასე რომ მე ნუ დამაჯარიმებთ რა აქ ნიკუტას უხსნიან როგორ უნდა მისცეს წინა არჩევნებზე ხმა და ნიკუტას რეაქციებს დააკვირდით მე რო ვარ ჩემი ბიულეტენი რო აიდენტიფიცირებული არა ანუ თეორიულადაც შეუძლებელია ჩემოწურ ფასო მეგობრებო რომ თქვენი ხმა ვის მიეცით ის ვინმე გაარკვიოს ოკეი შემოხასოთ ჩვენი მოდით კარგი კაცო მაგას რა ჯობია მაინც 56% აიღო ქართულმა ოცნებამ კი გვიხსენი ამდენი ჩემო ნიკუტა მაგრამ მაინც 56% ქართულმა ოცნებამ აიღო ახლა შემდეგ წელსაც იგივე მოხდება ისევ გამოვა ნიკუტა ისევ ეხლა წელს გაყალბების შანსი არ არის და მე წააგებენ გაყალბა ბიძინამ გაყალბა ეს ყველაფერი ნუ მოკლედ ხო ხვდებით რა კლოუნადასთანაც გვაქვს საქმე რა და მე კიდე გონებაში ნიკუტა მიდევს ზოგადად არ მომწონს ხოლმე ხა აი მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიას მე ნანულას არ ვეძახი რა იმიტომ რომ არ მევასება ხა ქალის ქალთან გადაობა არ მევასება მაგრამ ეს იმენა ნიკუტა ამას შეხედავ იმენა ნიკუტა კოცნით ჩემ გამომწერებს მიყვარხართ მადლობა და ლაიქებისთვის კომენტარებისთვის გამოწერისთვის დავიშალეთ